წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ქვესადგურის წყალტუბო 500 მშენებლობა დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 19.8 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო 350 ადამიანი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. პრემიერმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, დონორებს, თვითვეულ ინჟინერსსა და მშენებელს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა პროექტის წარმატებით განხორციელებაში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობას მოგახსენებთ, რომ ესრებით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქვესადგურის წყალტუბო 500-ის მშენებლობის დასრულების ღონისძიებას. პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი. ასევე შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება. საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ამ ობიექტის მშენებლობა შესაძლებელი გახდა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის ფარგლებში. ნება მომეცით, სენაზე მოვიხმოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერს ბატონ ლევან დავითაშვილს, მივესალმებით თურქეთის ელჩს საქართველოში, ბატონ ალიკან ორბაის, მივესალმებით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორს, ბატონ გიორგი გიგინეიშვილს, მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მივესალმებით საზოგადოებას. მინდა ყველას მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ქვესადგურის წყალტუბო 500-ის მშენებლობა დაასრულა. წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია. პროექტის განხორციელების შედეგად გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, დასავლეთ საქართველოდან სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანა და ახალი ჰესები საქართველოს ელექტროსისტემასთან დაკავშირება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარების გაზრდას და ქვეყნის ელექტროენერგიის როგორც საექსპორტო, ისე სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 9.8 მილიონი დოლარი, მშენებლობის პროცესში დასაქმებული იყო დაახლოებით 350 ადამიანი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტი პასუხობს როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე მსოფლიო ბანკის გარემოსა და სოციალური სტანდარტებით გათვალისწინებულ ყველა გარემოს დაცვით ვალდებულებას. ჩვენი მთავრობის ხარდამჭერი სქემების მეშვეობით გაგრძელდება ენერგეტიკული სიმძლავრეების გაზრდა და განახლებადი ენერგიების რესურსების ათვისება. მათ შორის ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის ფარგლებში განხორციელდება 80 კილომეტრამდე სიგრძის 500 კილოვოლტი ელექტროგადამცემი ხაზის ჯვარი წყალტუბოს მშენებლობა, რომლის საშუალებითაც ქვესადგური წყალტუბო 500, ქვესადგურ ჯვარი 500 დაუკავშირდება. მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, დონორებს, თითოეულ ინჟინერს თუ მშენებელს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებაში. ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ჩვენ რა თქმა უნდა არ დავიშორებთ ძალისხმევას იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, როგორც მოგეხსენებათ, გვინდა 2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას და ამით საქართველო გახდება ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრულად თვითქმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა და ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ამოცანა. ამისათვის მუშაობა დაწყებულია, მუშაობა გრძელდება და ვფიქრობთ, რომ ჩვენ 2028 წლისთვის გადავაჭარებთ უკვე 8000 მეგავატს ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით და 2030 წლისთვის გეგმა არის, რომ გადავაჭარბოთ 10000 მეგავატს. ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი, რომელიც აუცილებლად შესრულდება. ჩვენ ქართული ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა გვაგისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მათ შორის ელექტროენერგეტიკის სფეროში ქვეყნის მაქსიმალურ წარმატებაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო, ძალიან ამბიციური გეგმა და ამ გეგმას რა თქმა უნდა პირნათლად შევასრულებთ. ჩვენი სამთავრობო პროგრამის სახელწოდება
გახლავთ მხოლოდ შვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ყველაფერი გაკეთება იმისათვის, რომ გეგმაზომიერად შევასრულოთ ეს ჩვენი ამოცანა, ჩვენი ამბიციური საბოლოო მიზანია 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა და ამისათვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კეთილდღეობის შესაბამის სტანდარტებს ვაკმაყოფილებდეთ სწორედ 2030 წლისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ამორჩევლის წინაშე, 1,120,000-ზე მეტი ამორჩევლის წინაშე და არა მარტო საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს არის დობა, რომელიც აუცილებლად პირნათლად უნდა შესრულდეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. მინდა წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომლის მნიშვნელოვან კომპონენტს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება წარმოადგენს. აღსანიშნავია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობა უშუალოდ ამ პროექტის განხორციელების პროცესში. ასევე ხაზგასასმელია აღნიშნული უწყების საქმიანობა ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. სენაზე ვთხოვთ ბატონ ლევან დავითაშვილს, პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მივესალმები საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე მივესალმები რა თქმა უნდა ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებს, დამწერ საზოგადოებას, ქალბატონებო და ბატონებო. დღევანდელი ქვესადგური, რომლის მშენებლობის დასრულების ღონისძიებას აღნიშნავთ, რა თქმა უნდა არ არის მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ენერგეტიკული ობიექტი და მისი დანიშნულება არ შემოიფარგლება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს არეალით. წყალტუბოს ქვესადგური უპირველესად არის საქართველოს სწრაფად განვითარებადი ელექტროენერგეტიკული სისტემის ახალი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი, რომელმაც თავისი განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს რეგიონული დანიშნულების ინფრასტრუქტურის გამტარიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიის სატრანზიტო და საექსპორტო პოტენციალის ზრდაში. ენერგეტიკა გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ჩვენი ეკონომიკის, ის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთლიანად ეკონომიკის ყველა სფეროს კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, კონკურენტუნარიანობისთვის. აქედან გამომდინარე, ახალი გენერაციის ობიექტები და გადამცემი ობიექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგადად მთლიანად ეკონომიკის გაძლიერებაში. როდესაც ვამბობთ, რომ ვაშენებთ დამოუკიდებელ ღირსეულ ევროპულ სახელმწიფოს, რომელმაც თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს საერთაშორისო თანამეგობრობაში, ბევრ პრიორიტეტულ მიმართულებასთან ერთად გულისხმობთ მისი ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებასაც, რადგან საქართველოს ნამდვილად გააჩნია რესურსები, რომ სწორი პოლიტიკით და ჩვენი საზოგადოების თანადგომით არა მხოლოდ შექმნას ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის საჭირო ენერგეტიკული სიმძლავრეები, არამედ გახდეს სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის სახელმწიფოების საიმედო პარტნიორი ენერგეტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისითაც. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება თითოეული ჰესის, ქარის, მზის, თბოსადგურის პროექტის განხორციელება და მათთან ერთად თანამედროვე სტანდარტების ელექტროგადამცემის სისტემების, ქვესადგურების მშენებლობა, რადგან გაცხადებული გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა 2030 წლისთვის ჩვენი დადგმული სიმძლავრე 10,000 მეგავატს უნდა აღწევდეს. ეს ნიშნავს, რომ სრულად უნდა უზრუნველყოთ ჩვენი ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები, ქვეყანა ასევე განავითარებს ახალ ენერგოტევად დარგებს, მათ შორის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას და გვექნება ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობებიც. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებადობის ზრდა მეზობელ ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ასევე ფლაგმანი პროექტის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით ევროკავშირთან პირდაპირი დაკავშირებადობის უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემს ჩვენი ელექტროენერგეტიკის სექტორი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის, საქართველოში აშენდეს როგორც გენერაციის, ისე მაღალი სტანდარტების მქონე ქვესადგურები, როგორიც არის მათ შორის წყალტუბო 500, ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და რა თქმა უნდა მადლობას გადავუხდით ჩვენ პარტნიორებს ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკს დაფინანსებისთვის, ასევე ზედამხედველ კომპანია Decon International-ს გერმანიიდან და თურქულ კომპანია Bests, რომლის წარმომადგენლების დღეს აქ არიან ქვესადგურის საპროექტო სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკვე ახორციელებს პროექტს, რომელიც 80 კილომეტრამდე სიგრძის 500 კილოვოლტიანი ელექტროგადაცემი ხაზის მშენებლობას გულისხმობს. ეს არის
ჯვარი წყალტუბოს მშენებლობას, რაც წყალტუბოს და ჯვრის 500 კილოვოლტიან ქვესადგურებს ერთმანეთთან დააკავშირებს. საბოლოოდ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლები, მნიშვნელოვანი გადამცემი ინფრასტრუქტურის, რომელიც საშუალებას მოგცემს დასავლეთ საქართველოში არსებული ენერგეტიკული რესურსები გამოვიყენოთ როგორც შიდა ენერგეტიკისთვის, ისე მოვახდინოთ მისი ექსპორტი, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით. გარდა ამ კონკრეტული პროექტებისა, ქვეყანაში რა თქმა უნდა გაგრძელდება არსებული მაღალი და საშუალო ძაბის ელექტროგადამცემი ხაზების, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა, რეაბილიტაცია, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის საიმედოობას და გაზრდის საექსპორტო შესაძლებლობებს. ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით ძალიან აქტიურ ნაბიჯებს დგამს. ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენ 63-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგური ავაშენეთ. დადგმული სიმძლავრე იყო 800 მეგავატი, დაახლოებით 3 მილიარდ კილოვატ-საათამდე გამომუშავება მხოლოდ ამ სადგურებიდან. იცით რომ ავაშენეთ ასევე თანამედროვე თბოელექტროსადგურები, რომელთა გამომუშავებაც 3200 გიგავატ-საათს აღემატება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიმძლავრეებია, რომელიც ელექტროენერგეტიკულ სისტემას შეემატა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ენერგეტიკის განვითარების ასეთი ტემპის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, ხელისუფლების გონივრული და თანმიმდევრული პოლიტიკისა და ზოგადად ჩვენი ერის გონიერების წყალობით მოგცემს საშუალებას, რომ ქვეყანა გავხდეთ ერთ-ერთი გამორჩეული ენერგეტიკული სფეროში, ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო მასშტაბით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ქვესადგურის მშენებლობის დასრულებას და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა ბატონო მინისტრო. წყალტუბოს ქვესადგურის მშენებლობაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად მათი თურქი კოლეგებიც მონაწილეობდნენ. ქვესადგურის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ ბესტმა განახორციელა. სცენაზე ვთხოვ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ ალი ქაან ორბაის. Honorable Prime Minister, ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, პარლამენტის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, თურქული და ქართული ბიზნეს წრეების წარმომადგენლებო, ნამდვილად დიდი პატივი და სიამოვნებაა ჩემთვის აქ ყოფნა ამ მნიშვნელოვანი ობიექტის გახსნის ცერემონიაზე. უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს მათი თბილი სიტყვებისთვის თურქი და ქართველი პროფესიონალების მიმართ. ეს ცერემონია ემთხვევა ასევე ძალიან მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2 დღის წინ საქართველოს წარმატებით აირჩია ახალი პრეზიდენტი. მე ვილოცავ მას არჩევას და მინდა გამოვხატო ჩვენი გზაობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მომდევნო პერიოდში. ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მჭიდრო, მეგზობელი და მეგობარი ქვეყანა. მზად ვართ ერთობლივ პროექტები განვახორციელოთ იმისაც, რომ მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს რეგიონში. ჩვენი შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოსთან ასევე ასახულია ჩვენს სრულყოფილ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში. ყოვლის მომცველია ეს ურთიერთობები. თურქეთი არის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის 98 წლიდან მოყოლებული. პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ ბოლო 15 წლის განმავლობაში. ეს შესაძლებელი გახდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების საფუძველზე. ბოლო მონაცემებით ჩვენ კვლავ პირველ ადგილზე ვართ სავაჭრო პარტნიორებს შორის და ქონდა 3 მილიარდი დოლარის სამიზნე ორიენტირი და ამას გადავაჭარბეთ. ბატონი პრემიერ-მინისტრის თურქეთში, ანკარაში ვიზიტის შემდეგ, როდესაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ ეს სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდილი იყო, ჩვენ ამ მიზნისკენ ერთად მწყობრად მივდივართ
და ვაპირებთ რომ გადავაჭარბოთ ამასაც. ძვირფასო სტუმრებო, თურქეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა პირდაპირ ინვესტიციების კუთხითაც საქართველოში. ჯამურად ჩვენ 2.5 მილიარდი დოლარი გვაქვს ინვესტირებული საქართველოში. ჩვენი კომპანიები სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ და წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში, ამ მშვენიერი ლამაზი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი ურთიერთობა თქვენს კომპანიებთან აშკარაა ენერგეტიკის სექტორში. ბაქო-თბილისი ჯეიჰანის პროექტი, ერზრუმის პროექტი, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, ეს ყველაფერი ჩვენი მეგობრობის მტკიცებულებაა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლობა ჩვენს კომპანიასთან არის კომპანია ბესთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. დასრულდა ჩვენი ეს თანამშრომლობა ამ მშენებლობით, ამ მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობით და ჩვენ ამით დავადასტურეთ, რომ უმაღლესი ხარისხი არის ჩვენი ერთადერთი ნიშნული. ჩემი ინფორმაციით, ბესტი არის კომპანია, რომელიც ბოლო 10 წელია ოპერირებს საქართველოში და მნიშვნელოვანი ობიექტები აქვს განხორციელებული ქვეყანაში. ეს კონკრეტული ქვესადგური არა მარტო შეიტანს წვლილს ენერგოსისტემის განვითარებაში და დისტრიბუციაში, არამედ ასევე გააძლიერებს ურთიერთჩართვას ჩვენს ორ ქვეყანას შორის. დასკვნის სახით მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს და ყველა იმ უწყებას, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში და ეს ობიექტი მინდა ვთქვა, რომ არის ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტის ნიშან-თვისება. როგორც ვახსენე, ასეთი პროექტები არა მარტო ეკონომიკურ თანამშრომლობას უწყობს ხელს, არამედ ასევე ურთიერთჩართვას და დაკავშირებადობას ზოგადად. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს განვითარებაში შეგვაქვს ჩვენი მოგრძალებული წვლილი და თურქეთის და მსოფლიოს განვითარებაში ამგვარად მონაწილეობთ. მადლობას გიხდით ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებისთვის, ნებართვის მოცემისთვის და მადლობას გიხდით. მადლობა ბატონო ელჩო.